საპროკურორო საბჭოზე საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა გენერალური პროკურორის კანდიდატად საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე წარადგინა. გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე საგამოძიებო ნაწილის უფროსი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე, თბილისის პროკურორი და სხვა. ასევე გიორგი გვარაკიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 18 ივნისს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები კენჭს უყრიან დასახელებულ კანდიდატს. გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო. გაიმართა საპროკურორო საბჭოს მორიგის სხდომა. დღევანდელ სხდომაზე საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრის მიერ დასახელდა გენერალური პროკურორობის კანდიდატი. ეს გახლავთ გენერალური პროკურორის მოადგილე, ამჟამად გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი გიორგი გვარაკიძე. შემდგომი ეტაპი გახლავთ კანდიდატთან გასაუბრება და კენჭისყრა, რომელიც გაიმართება ხვალ. კანონით მინიჭებული უფლების საფუძველზე, როგორც საბჭოს წევრმა, საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ბატონი გიორგი გვარაკიძე წარუდგინა, რომელიც სრულად შეესაბამება პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნებს და იმას ვიტოვებ, რომ საპროკურორო საბჭოს წევრები მხარს დაუჭერენ წარდგენილ კანდიდატურას. გენერალური პროკურორის ეფექტური მუშაობა ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, ამიტომ ეს პროცესი ჩვენთვის არის ძალიან საინტერესოც, მნიშვნელოვანის და საფასუხისმგებლოც. ფაქტი არის, რომ ბატონი გიორგის პროფესიული და პიროვნული თვისებების შესაბამისობაში მოდის ორგანული კანონით დადგენილ სტანდარტთან, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო იქნება გასაუბრების ეტაპი, სადაც მექნება ის კითხვები, თუ როგორ ხედავს ის პროკურატურის და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის საკითხებს, ასევე ქვეყანაში არსებულ სისხლის სამართლის პოლიტიკასთან რა ხედვა აქვს, აი ეს სიახლეების მიმართულებით თუ ექნება კონკრეტული აქცენტები.